რეკლამის შემდეგ საქმიანი დილა TV1-ის მაყურებლისათვის და რადიოების ჰერეთის და თბილისის მენელებისათვის ეთერში ვართ. დღეს სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებას ახალი შენობის პროექტს წარუდგენს 4-სართულიანი 4000 კვადრატულ მეტრზე მეტი საგანმანათლებლო ნაგებობის შენობა უახლესი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი, განთავსდება SDSU საქართველოს დამატებითი საკლასო ოთახები, სამუშაო სივრცეები და საერთაშორისო სტანდარტების ელექტრული ინჟინერიისა და სამშენებლო ინჟინერიის ლაბორატორიები. მშენებლობა 2017 წლის პირველ კვარტალში დაიწყება. რისთვის იქნება განკუთვნილი ეს შენობა, რას მოემსახურება და რა შესაძლებლობებს იძლევა ჩვენი სტუმრებისგან მივიღებთ ამის შესახებ ინფორმაცია. სტუმრები გახლავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ქეთევან ლაკირბაია და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ელენე ალადაშვილი. გამარჯობა. აი, კითხვა პრინციპში უკვე დავსვი შესავალში, რას ემსახურება შენობა, რა იქნება მთელ ამ ტერიტორიაზე 4000 კვადრატული მეტრი ძალიან დიდი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვისაც ძალიან დიდი ადგილია. რა პროფილს ირჩევთ? როგორც იცით, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში უკვე მესამე წელია, რაც მოღვაწეობს და ქართულ სტუდენტებს თავაზობს საერთაშორისო აკრედიტაციის ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ დარგებში. შესაბამისად, ეს შენობაც იქნება გაკუთვნილი საკლასო ოთახებისთვის, იმ ძალიან მაღალი ტექნოლოგიით აღჭურვილი ლაბორატორიებისთვის, ზუსტად ანალოგიური ლაბორატორიები კეთდება საქართველოში, როგორც სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტშია, რათა ეს საერთაშორისო სტანდარტების სწავლა იყოს შემოთავაზებული საქართველოშიც. იმის გარდა, რომ წელს სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოშიც თავაზობს, თქვათ, დაიწყებს ჩვენს პარტნიორ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ამ შენობის მშენებლობას, აგრეთვე თავაზობთ ორ ძალიან საინტერესო ახალ საბაკალავრო პროგრამას. ეს არის საბაკალავრო პროგრამები სამოქალაქო ინჟინერიაში და სამშენებლო ინჟინერიაში. აი სწორედ უკაცრავად ამ პროგრამების ლაბორატორიებიც განთავსდება ამ შენობაში. სანამ გადავალთ ქეთისთან კითხვით, რა ტიპის პარტნიორობა ილიას უნივერსიტეტთან, რა მოდელი ჩამოყალიბდა ბიზნესმა, რა სინერგიაა საქმიანი თუ შეიძლება? როგორც იცით, ამ პროგრამას აფინანსებს 1000 წლეულის გამოწვევის კორპორაცია 1000 წლეულის ფონდის მეშვეობით და პროგრამას თავიდანვე ვთქვათ, ყავდა სამი პარტნიორი უნივერსიტეტი საქართველოში, ეს არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსაც ექნებათ შესაძლებლობა, რომ ამ ლაბორატორიებით ისარგებლონ მომავალში. რა თქმა უნდა, ამაზე ქეთიც უფრო ფართოდ ისაუბრებს, მაგრამ რა თქმა უნდა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსაც ექნება. ანუ რა შესაძლებლობა ჩნდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის უკვე სულ რამდენიმე წელში, რეალურად რა უპირატესობას მიეჭერთ მათ მსგავსი ლაბორატორიების დახმარებით სწავლის შესაძლებლობა? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ესე მსგავსი ტიპის ლაბორატორიები საქართველოში დღეს თამამად შეგვიძლია თქვათ, რომ არ არსებობს. შესაბამისად, აი კონკრეტულად პროფილები რომ გითხრათ, მართლა მაინტერესებს, ანუ რა მიმართულებებზე იქნება და რომელი პროფესიის მომავალი პროფესიის დაუფლების სურვილებს ექნებათ, ეს არის ჩვეულებრივ შესაძლებელი. მაგალითად, აი ეს ახალი პროგრამა, რომელსაც როგორც აღნიშნეთ 2017 წლიდან ვაცხადებთ, ეს არის მიკროელექტრონიკის ინჟინერია. ამ პროგრამისთვის განკუთვნილი ლაბორატორიები იქნება განთავსებული ახალ შენობაში. კომპიუტერული ინჟინერიის ლაბორატორიაც იგულისხმება, ამ შენობაში იქნება განთავსებული. გარდა ამისა, იქნება ძალიან ბევრი სამუშაო სივრცე, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე პროფესორებისთვის, იქნება სალექციო სივრცეები, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, ასევე სან-დიეგოს უნივერსიტეტის დღეს საერთოდ არსებობდა ექსკლუზიური არ იქნება. არა, ეს არ არის ექსკლუზიური სივრცე, ანუ სარგებლობთ ორივე უნივერსიტეტი, შესაბამისად პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტებიც ისარგებლებენ სან-დიეგოს უნივერსიტეტის პროგრამის ფარგლებში ამ შენობით და თავისთავად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. საერთოდ არსებობდა ამ მიმართულებებზე დღეს ლაბორატორიები საქართველოში თუ ეს იქნება უბრალოდ განახლებული სისტემა და ის სისტემა, რომელიც მათ შორის სან-დიეგოს უნივერსიტეტში იქ არსებობს, ანუ პლატფორმა ნულიდან უნდა შეიქმნას, მოუშავე თქვათ ამ სფეროზე? არა, ნულიდან არა, მაგრამ ეს არის უნიკალური საშუალება, იმისთვის რომ თანამედროვე ტექნოლოგიები რაც არის, იმის დანერგვა მოხდეს საქართველოში.
შესაბამისად ზუსტად აქედან გამომდინარე აქვს ამ პროექტს დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ესე ვთქვათ რა, იმიტომ რომ ხდება თანამედროვე ტექნოლოგიაზე საკმაოდ დიდი თანხები დაждდება ალბათ მისი გაკეთება და შემდეგ მოგვიანებით მისი შენახვაც. ფონდი გეგმავს რომ ეს დაფინანსება გააგრძელოს, მათ შორის ლაბორატორიებისათვის საჭირო ტექნიკის განახლების ნაწილში, თუ აი როგორ მოხდება უნივერსიტეტს ექნება შესაძლებლობა რომ შეინახოს ლაბორატორია? ამაზე არ ვიცი ალბათ ელენე უკეთესად მოგახსენებთ, იმიტომ რომ კონკრეტულად უფრო სასწავლო პროგრამებთან არის ეს დაკავშირებული. ეს არის ერთობლივი პროექტი, ანუ ფინანსდება როგორც 1000 ლეულის ფონდის და 1000 ლეულის კორპორაციის დაფინანსება, აგრეთვე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში, როგორც მოგახსენეთ, განთავსდება ის ლაბორატორიების, ვთქვათ, იქნება ზუსტად კონკრეტულად ტექნოლოგიური სფეროებისთვის განკუთვნილი და ამ ლაბორატორიებით ისარგებლებენ სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და აგრეთვე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. სადაშენდება ეს არის ბაკეში ჩოლოყაშვილის ქუჩაზე. ანუ ილიას სათაო აი ადმინისტრაციული შენობა სადაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იქ იქნება პირველ კვარტალში იწყება როდის დასრულდება. ვარაუდობთ რომ ეს როგორც კიდევ ერთხელ გავიმეორებ საკმაოდ კომპლექსური მშენებლობაა, თანამედროვე ტექნოლოგიებით მიხედვით შენდება, თანამედროვე სტანდარტების მიხედვით შენდება, რაც მნიშვნელოვანია შენობა იქნება სრულად ადაპტირებული. ანუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსაც ექნებათ საშუალება რომ ამ პროგრამებით ისარგებლონ და ისწავლონ. შესაბამისად ჩვენ ვარაუდობთ რომ სადღაც მაყურებელს და რადიო მსმენელს ანუ თავიდან ნულიდან შენდება იმ ტერიტორიაზე მიდის და არა არსებული რეკონსტრუქცია არა, ეს არის აბსოლუტურად ახალი შენობა. დამოუკიდებელი ინფრასტრუქტურა. დამოუკიდებელი შენობა, ეს იქნება 4 სართული მიწის ზევით, სადაც ეს ლაბორატორიები, სამუშაო სივრცეები იქნება განთავსებული. ეს არის 1 სართული ასევე მიწის ქვეშ, ეს იქნება პარკინგი. ესეც გავითვალისწინებთ არსებული პრობლემებიდან გამომდინარე. დიახ. მაგით მოინტერესება შეიძლება ცოტა მეტი მანქანები გააკეთოს. მოდი და დააყენოთ. და შესაბამისად შენებლობას ვიწყებთ 2017 წლის პირველ კვარტალში და ვარაუდობთ რომ 2018 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. რატო არჩიეთ ეს გზა, რატო ახალი შენობა, მით უმეტეს ესე ცენტრალურ უბანში, რომელიც სადაც გადატვირთულია და გვაქვს იმან ჩემი აზრით იმაზე მეტი უნივერსიტეტის კორპუსი, ვიდრე თბილისს კი არა, ვიდრე საქართველოს ჭირდება 20 მარტოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. რატო ააშენეთ ახალი? იცით რა შეესაქმე, ეს შენობები, სადაც განთავსებულია უნივერსიტეტი, არის საბჭოთა კავშირის დროს აშენებული. შესაბამისად, ძალიან რთულად ექვემდებარება ეფექტურ გამოყენებას. როგორც სივრცობრივი დაგეგმარების თვალსაზრისით, ასევე შემდეგ ელექტროენერგიის მოხმარების თვალსაზრისით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე ვზრუნავთ და ვარემონტებთ ჩვენს არსებულ სივრცეებს, მაგალითად ზაფხულში სექტემბრისთვის დავასრულეთ ჩვენი ადაბე კორპუსის რემონტი. და ისიც ადაპტირებულია და ახალი გარემონტებულია ძალიან კარგი პირობები შექმნილი სტუდენტებისთვის, თუმცა ეს არ არის მაინც სრულია ინფრასტრუქტურა შესაძლებლობა. ეს არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს შენობა გახდეს აბსოლუტურად შესაბამისი ახალი სტანდარტებისა. მაგალითად, ახლა ამ ახალი შენობის პირველი სართული არის 6 მეტრის სიმაღლის. იმის გამო, რომ იქ უნდა განთავსდეს ლაბორატორიები. დანარჩენი სართულები უფრო ნაკლები სიმაღლისა, მაგრამ მოთხოვნა იყო ის, რომ პირველი სართული იქიდან გამომდინარე, იქ უნდა განთავსდეს ლაბორატორიები, უნდა იყოს 6 მეტრის სიმაღლის. ამისი საშუალება ჩვენს არსებულ ძველ საბჭოთა შენობებში არ არის. ამიტომაც წავედით ამ გზით, რომ ახალი შენობა ვინ ხელმძღვანელობს, ვინ აკოორდინირებს, ვინ იძლევა რეკომენდაციებს, როგორი უნდა იყოს. ჩვენ ხო პრინციპში ქართული უნივერსიტეტების მთავარი პრობლემა ისაა, რომ კვლევით სამუშაოთი არ არიან დაკავებული სკოლისაც და მე რომ მკითხო პროფესორებისაც მე რო აიღებენ, რომ ხდებიან მე ეს დოცენტები და პროფესორები კვლევას თავს ანებებენ და საერთოდ ჩამორჩებიან ხოლმე თავის დისციპლინას. ცალკე საკითხია. კვლევითი ანუ ეს ინფრასტრუქტურა არ გვაქვს განვითარებული, კვლევით საქმიანობაც კვლევით ცენტრებს თუ არ ჩავთვლით, ანუ უნივერსიტეტებში ეს ტრადიცია თითქოს მოკდა თუ ოდესმე არსებობდა და ვინ როგორ ხდება ამის თავიდან აღორძინება და ვინ აკეთებს ამის კოორდინაციას. ალბათ რეკომენდაციებს იძლევა ვიღაც უცხოელი, რომ აი თუნდაც თქვენაც თქვით 6 მეტრიანი პირველი სართული.
ესეც უდოდაც არ არის საქმე კვლევების თვალსაზრისით საქართველოში. მე ჩემ სტატისტიკაც მაქვს ცოტა ხანში გეტყვით ხლიპო. ეს ალბათ ცალკე სხვა თემა არის ამ შემთხვევაში. როგორ არ არის ეგრე. ნაკლებად. სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამები სწორედ ამითი გამოირჩევა, რომ მისი ძალიან დიდი ნაწილი, ანუ არა მხოლოდ სან-დიეგოსი, არამედ ამერიკული პროგრამის საერთაშორისო აკრედიტაციის პროგრამები, რომ მისი ძალიან დიდი ნაწილი არის კვლევითი ნაწილი. სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ლაბორატორიების მშენებლობა. და ეს ლაბორატორიები აუცილებლად უნდა იყოს საერთაშორისო სტანდარტების. არა მხოლოდ ლაბორატორიები, არამედ როგორც კეთი მახსენა, აგრეთვე შენობა, მაგალითად ადაპტირება ახსენა, საერთაშორისო აკრედიტაციის მოთხოვნა, ამ შენობების ადაპტირება. წინა შემთხვევაში ვსტუმრობთ მე მათ შორის სან-დიეგოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები, აღინიშნა რომ ლექტორების გადამზადება ხდება მათ შორის სან-დიეგოს უნივერსიტეტის უშუალო პრაქტიკით. ამ შემთხვევაში რა რეალობის წინაშე დგებით, დაახლოებით რა პროცენტი ლექტორების მოგიწევთ, რომ გადაამზადოთ ან ჩამოიყვანოთ იმისათვის, რომ ამ ლაბორატორიამ დაიწყოს მუშაობა. სწორედ ზანდებით ლექტორების გადამზადება დაიწყო პროგრამის პირველი წლიდანვე, ანუ 2015 წლიდან უკვე იგზავნება ლექტორები სამივე პარტნიორი უნივერსიტეტიდან და ხდება მათი გადამზადება, როგორც ვთქვათ, ლაბორატორიულ სამუშაოებზე, აგრეთვე იმ ვთქვათ სასწავლო პროგრამაზე, რომლებიც უნდა ასწავლონ აქ. ასწავლიან ვთქვათ ჩვენს უნივერსიტეტში როგორც ამერიკელი ლექტორები, რომლებიც ჩამოყავს სან-დიეგოს მთავარი კამპუსიდან, კალიფორნიიდან. რა რეალურად შეიქმნა იმისათვის, რომ შენობის არსებობის შემთხვევაში უკვე შესაძლებელი იყოს რომ ფასოვნად იმ განათლების მიღება, რასაც ძალიან მიმართულებით თუ წავსულიყავით ქეთის ნათქვამს ერთადერთი ასაც დავამატებ, რომ უმეტეს შემთხვევაში არსებული შენობის რეკონსტრუქცია როგორც წესი გაცილებით დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ვიდრე ახლის აშენება და მით უმეტეს თუ ამის საშუალება ილიას უნივერსიტეტს სიფრცითი აქვს, რატომაც არა. წარმატებები. მადლობა დიდი. მე მგონი ყველაფერი კარგად იქნება ამ კუთხითაც. ჩვენ ერთად ამ შემთხვევაში უკვე მოვისმენთ ახალ ამბებს, გულისხმობ რომ ამაზე მალე ანა ლაპიაშვილი ჩაგვერთვება. მე მინდა დიდი მადლობა უთხრა ელენე ალადაშვილს, ქეთი ლაგერბაიას სტუმრობისთვის. წარმატებები სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს, წარმატებები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს. ამ ფაქტი გინდათ, რამდენად ცოტა კვლევას ვაქვეყნებთ. 7000 პროფესორი